სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის სხვადასხვა ქალაქის მუნიციპალიტეტი ასაქმებს მიგრანტებს. აი თუ გვაქვს ამის ამსახველი კადრები, ეს თუ არ ვწდები რუსთავის. კი, მანამდე ხო აჩვენე თბილისის ორ ადგილზე მერიას ყავდა. თბილისის მერიას არ ჩამორჩა არც რუსთავის მუნიციპალიტეტი. მეგობრებო, რუსთავის პარკი. მუნიციპალური სამუშაოები და ამათ შეხედეთ. ამათ შეხედეთ. ეს რუსთავის პარკი. მუნიციპალური სამუშაოები. ერთი ქართველი არ არის. ერთი ქართველი არ არის. მოდი ახლა ეგეთი კითხვა დავსვათ რა. ეს მოვლენა როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე რუსთავის მუნიციპალიტეტში ეს ჩვენ მოვიგონეთ, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. ხალხი რო ქუჩაში დადის ამ სიტუაციას რო ხედავს, ეგეთ ჩვენ მოვიგონეთ. ეს არის თითიდან გამოწოვილი ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ჭიქაში ქარიშხალია თუ უბრალოდ ვინც ეგრე აყენებს საკითხს, ის არის მოსყიდული, მავნებელი და რეალურად პრობლემა არსებობს. საერთოდ ეს მიგრაციის პრობლემა როგორ არის? ისინი პირდაპირ თვითონ მაგ პრობლემას იწვევენ და მაგ ხალხს ასაქმებენ, იმიტომ რომ მაგ ტენდერში მერე დიდი წილი რო ჯიბეში ჩაიდოს. ანუ ის ტენდერი ხო გააფორმეს, ის თან ხო გაბერეს. ის ბიუჯეტი როგორ მტკიცდება ეგ პროექტი, პარკი. მაგას მაქსიმალურად ბერავენ, ეს ერთი ბუჩქი დაჯდა ძალიან ძვირი, ისე ჩაწერენ ბიუჯეტში. მერე დაიქირავებენ აი ამ მიგრანტებს ძალიან იაფმუშა ხელს და დაუჯდებათ კაპიკები მაგის გაკეთება და მილიონებს ერთბაშად ჩაიდებენ ჯიბეში. ეგ პროცესი ხდება. ანუ აი შენ პატივცემულო საქართველოს მოქალაქე სახელმწიფო რომ მოვიდა და რომ გამოგართვა გადასახადები, ხო გადაიხადე გადასახადები. წესით, რა ვიცი, აი შენი შვილის განათლებას ხო უნდა მოხმარდეს, ან შენ სადაც ცხოვრობ, იქაურობის კეთილმოწყობას, ადგა ჩვენი მთავრობა და შენი გადახდილი გადასახადებით პაკისტანელების აქ ცხოვრება და მათი ყოფნა დააფინანსა. ანუ აქ შენი ჩანაცვლება რომ მოხდება მაგ ხალხით, მაგაში შენ ფულს იხდიან თან. ის სინამდვილეში აქ ჩვეულებრივი კომერციული ინტერესია. ანუ აი ამ კადრებშიც ჩანს აი ეს სქემა. აი როგორც ზურამ აღნიშნა, ჩვენი ჯიბიდან გადასახადებს, რასაც ვიხდით, ხო მაგით ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. აი ეგ მაგ ბიუჯეტით ისევ და ისევ თავის რაღაც კორუფციულ სქემაში აღმოჩენილ კერძო კომპანიას ტენდერით მოაგებინეს. ის ეუბნება რომ მე ხა აქ იაფ მუშახელს პაკისტანელებს და ინდოელებს დავასაქმებ, ქართველებს რაზე გადაუხადოთ უფრო ძვირად. ფული გავაკეთოთ, ქვეყანა გავავსოთ. აი ამ უცხოელებით და მე რა ვიცი რაც მოხდება, მოხდეს ჩვენ ხო გამდიდრდებით. აი ეგ ხდება. მეტი კი არაფერი, კაცო. ძალიან მარტივად და ლოგიკურად ხდება ეს, ანუ ამას განსაკუთრებული კონსპირაციების გამოგონება არ არის საჭირო. ჩვეულებრივი კორუფციული სქემა, ფულის შოვნის ძალიან სწრაფი მოხერხებული საშუალება ხელისუფლებაში ყოფი ხალხისთვის. კიდე ერთი ვიდეო მინდობა ჩვენო, ეს უკვე ისევ თბილისია. აგერ შემოძმაო, აი ახალი მუშების ახალი ნაკადი ან პაკისტანია ან სირია ან რაღაცა ასეთი ქვეყანა ქართველმა ჯიგარმა ბიზნესმენმა გაჭრა ალბათ კანალი და მუშაობენ ეზოშიც რამდენი არიან ყველა უცხოელი ყველა შავშავი ხალხი ქართველი არც ერთი არ დამინახია 1 საათი აქვთ გავარ აი ისინი არც ერთი ქართველი არ არის ძალიან ბევრი არიან თან
არ ვიცი აქ რა კეთდება. ანუ აი მე რა ვიცი პასუხი მაინტერესებს. იცი აი ოცნების გამправებლები რო არიან. სხვათა შორის შეიცვალა. სტუდენტები არიან. შეიცვალა ცოტა და არა ნარატივი. სამუშაოდ არ შემიძლია. ჩვენ რო ამ საინფორმაციო ომს ვიგებთ, რაზე ეთყობა გეტყვით. რაღაცა პერიოდი მაგ ხალხმა ხო დაიწყეს, რომ არა, ეგ არ არის პრობლემა, ეგ არ არის პრობლემა, ვინც ამბობს, რომ ეგ პრობლემაა, ეგ ცუდი ხალხია, თავრობა ყველაფერს კარგად აკეთებს. მაგაზე ხალხმა ისე აგინა პირდაპირ ვთქვათ. რომ მიხვდნენ, რომ ნუ ეგ ცოტა არაეფექტურია რა, ეხა არა, სად ხდება, რავი ხალხი გამოდის ქუჩაში, ხედავს, სადაც ხდება და გაჩუმდი. არა, ეხლა სხვა ნარატივზე გადავიდე, რომ ხელისუფლება მალე ყველაფერს გამოასწორებს. დაწყებულია უკვე. დაწყებულია, აი, ხელისუფლება რა კარგად აგვარებს, ხედავ ამ პრობლემას და ხელისუფლებამ შექმნა ეგ პრობლემა, ბიჭო. ანუ აი რომ მოვიდე არა, მე რა მაინტერესებს. აი რომ მოვიდე რა და მერია ამუშავებს. აი და რა ხელისუფლებამ დაიქირავა ეს. ეგ როგორ არის? ხელისუფლებაზე მუშაობ. შენ ეხა რაღაცა სიმართლეს ლაპარაკობ შოთა. სიმართლე ჯერ სიმართლემდე მივიდეთ, კაცო, სიმართლემდე რა არის? იცი, ადამიანი თვითონ რასაც ლაპარაკობს, თუნდაც ტყუილს. იმ ტყუილის შიგნით არის რაღაცები გასარკვევი, ანუ ტიპი რას ამბობს? აი, რომ მოვიდე ეხლა მე, ჩაქუჩი ავიღო, ესე ხელი დაგადებიო და ჩაგარტყა რა. და მერე მოვიდე და ყინული დაგათო. და აი ზურა ეხა შოთას ხელზე ხოულის, ბიჭო, რატო ჩაარტყა ხელში ჩაქუჩი? მოდი მაქინან დავიწყოთ. ეგ ერთი. და მერე რავი, უვლის თუ არა, ეგ კიდე გასარკვევი, ანუ რავი, ხელისუფლებამ ეს პრობლემა შექმნა. ყველაფერი გააკეთა, რომ ესე დამძიმებულიყო. ეს პრობლემა უფრო მძიმდება და შენ ახლა არ ინერვიულობ, ხელისუფლება მალე მოაგვარებს. რას მოაგვარებს, ბიჭო? საიდან დაასკვენი, რომ მოაგვარებს? ჯერ ეგ ხალხი ხელისუფლების მაგივრად, აი მე სულ მაინტერესებს რა, იცი, აი ვიღაცა რომ გამოხტება ხოლმე და ხელისუფლებაზე უფრო მეტად ხელისუფლება რომ არის ხოლმე და ნუ ნერვიულობთ არა ხალხო, ქართული შემთხვევით ხელისუფლება ხო არა ფინანსებს. ხო, აი სხვა აი რა ვინმეს რამე წარმოუდგენია. იქნება რა ლოგიკა შეიძლება იყოს. აი რა იცი რომ მოაგვარებს, იქნება რას იზავს, იცი? აი დაუშვათ მოაგვარებს. აი იგივეს რასაც ეხლა. არა, აი შოთა, რა გამაგებია, იცი? აი დაუშვათ შენ ხელისუფლების დაქირავებული პოლიტიკური პროსტიტუტი არა ხარ. და მაგაზრზე ხარ, რომ ხელისუფლება მოაგვარებს. მოდი გაჩუმდი, მოაგვაროს და მერე თქვი, რომ აი ხომ მოაგვარა ხალხო. სანამ არ მოუგვარებია, რატო ყვირი ხარ, რომ მოაგვარებს? არა, მე თავი ხო არაფერს არ მიარტყი შენ. სანამ არ მოუგვარებია, მანამდე რატო ყვიროდი, რომ ამაზე ვინც ლაპარაკობდა, რომ მოსაგვარებელი ეგ ცუდი ხალხია, ტყუილად ძაბავენ. მოსაგვარებელი თუ ყოფილა და ეხლა ხელისუფლება თუ მოგვარებას აპირებს. ჩვენ პროვოკატორები რატო ვიყავით, რატო გამოგვაცხადეთ? რა დონეზე იძახენ, იცი? ადამიანები სინამდვილეში ვინც იმ აზრს ახერხებს, რომ პოზიტიურად შეხედოს, რომ ესენი შემოდიან და კარგია, ის მაგას ახერხებს იმ ლოგიკით, რომ მას გონია, რომ ის აქ შემოდის დროებით. ანუ მის წარმოდგენაში ეს პროცესი დროებით რატო შემოდის და თან სახს რატო ყიდულობს მაშინ? ხო და აი მაგაშია საქმე. ანუ დროებით, რავი, ეხა მეც ვარ სადღაც საზღვარგარეთ დასასვენებლად. წასული ერთი კვირით ჩავედი სასტუმროში, ვიბანავე ზღვაში და წამოვედი უკან. ბინა ხო არ მიყიდია იქ. პრობლემა ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მაგაში მდგომარეობს, რომ ინფორმაციის თვალსაზრისით ხალხში არის ძალიან სერიოზულად არასწორი წარმოდგენები. ხალხს წარმოუდგენია, რომ ეს ხალხი რო ჩამოდის და ვისაც გონია, რომ ეკონომიკისთვის კარგია, ჯერტი არ არის კარგი, მაგრამ ვისაც გონია, რომ კარგია, იმასაც გონია, იმიტომ რომ აქ ისინი კი არ მკვიდრდებიან. ისინი უბრალოდ იაფად იმუშავებენ რაღაც დრო და მერე მიდიან. ეგეც სურათებს წარმოიდგენ. აი რატო მიდიან? ხო და საქმე მაგაშია, რომ არ მიდიან ხალხო. მთელი უბედურებაც მაგაში მდგომარეობს. აქ საქართველოს კანონმდებლობით არის იმდენად ლიბერალური ფორმა, რომ საქართველოში შემოსვლა სამუშაოს დაწყება აქ. აი ხა მერია რო ასაქმებს. სამუშაოს დაწყება და ფართის ყიდვა უკვე გულისხმობს აქ დამკვიდრების წინაპირობას, ბინადრობის უფლებას. საერთოდ მაგის ახსნა მინდა, აი ეს მნიშვნელოვანია რა, ბევრი კითხულობს, აი და კითხულობ და ეხლა წარმოვადგინეთ გეგმა, მაგრამ ზოგადად ზოგს არ ესმის და მაგას სჭირდება ახსნა.
აი გეგმა რაშია და აი კანონს მაინც არ მიიღებენ და არაფერი არ გამოვა, შეიძლება ესე მაგათ ფეხებზე კიდია და ასე შემდეგ. ჯერ ერთი პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, თუ რამეს აზრი არ აქვს, თუ რამე შემთხვევაში არაფერი არ გამოვა, არის რაც მეც იძახებ, არაფერი არ გამოვა, გარანტირებულად შეგიძლია იცოდე, რომ ყველა მაღაზიაზე რომ მოვიდეს, არაფერი არ გამოვა. ამიტომ რომც რთული ეჩვენებოდეს გამოსავალი, აუცილებელი კომპონენტი იმისა, რომ შენ ეს გამოსავალი მაინც მოძებნო, აუცილებელი კომპონენტი არის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ თუ ვიბრძოლებთ, გამოსვლადია და შედეგი დადებადა. ეგ არის გამარჯვების აუცილებელი კომპონენტი. ეხლა გეგმა რაში მდგომარეობს? გეგმა ზოგადად გამოსავალი არის შემდეგნაირი. რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა განრისხდეს ამ თემაზე, ანუ ინფორმირება უნდა მოხდეს, გაცნობიერება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მეტ ადამიანში, რომ ეს არის დიდი პრობლემა და თუ არ იმოქმედა, ეს პრობლემა დაღუპავს ქვეყანას. რაც შეიძლება მეტი ხალხი იმათგან, ვინც გაბრაზდება, უნდა ჩაერთოს ორგანიზებული ბრძოლის პროცესში. იქნება ეს აქციების ორგანიზება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ინტერნეტში ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მიზანმიმართულად ავრცელებენ. ხუთი კაცი კი არ ვაკეთებთ, ამას აკეთებს ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი ისეთიც, რომელიც ჩვენთან ერთად ორგანიზაციაში არ არის, მაგრამ იგივე აზრზე არის, ან მოვიდა და უამრავი ვიდეოს იწერება, იდება, კომენტარები იდება, ფონი იქმნება დიდი და ამ საინფორმაციო საქმიანობა იქნება, ორგანიზებული აქციების სახით იქნება საქმიანობა, პოლიტიკური, მაგალითად საარჩევნო საქმიანობა იქნება, ამ ყველაფერში შეგროვება იქნება. ამ ყველაფერში რაც უფრო მეტი ჩაერთვება და ამ ჩართულობით გადასცემს განწყობებს იმ ნაწილ საზოგადოების, რომელიც შეიძლება ეხლა ჯერ პასიურია, მით უფრო მოვაახლოვებთ იმ მდგომარეობას, რაც შედგა მაგალითად გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით, როცა ვიწყებდით რაღაცა მცირე, სუსტ, მარგინალური ჯგუფის სტატუსში რაღაც ეტაპზე და არავის არ ჯეროდა, რომ ეს მოხერხებადი იქნებოდა და დღეს ხელისუფლება აკოპირებს ჩვენს იდეოლოგიურ შეხედულებებს პირდაპირ, აი სიტყვით იმეორებენ ჩვენს იდეოლოგიურ შეხედულებებს. ეს არის ორი აუცილებელი კომპონენტი და მესამე აუცილებელი კომპონენტია კონკრეტული ნაბიჯების ასევე შეთავაზება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ანუ მომწიფება პოლიტიკური ნების საზოგადოებაში, პოლიტიკური აქტიურობის უზრუნველყოფა, ძალიან რაც შეიძლება მეტი ადამიანის აქტიურ პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილის სახით ჩართულობის გზით და ასევე უნდა დაიდოს აუცილებელ კომპონენტად კონკრეტული ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც ცვლის პრობლემას, ანუ ამ ხალხმა თუ შეიძლება დაირაზმოს, მომწიფდეს საკმარის კრიტიკულ მასაში ნება, მიწოლა ხელისუფლებაზე გახდეს საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს ცვლილებებზე წავიდეს, ოღონდ ცვლილებების რაფორმა საჭირო რომ შეიცვალოს ეს პროცესი და გამოსწორდეს კრიტიკულად რთული მდგომარეობა, ეგ თუ არ წარმოადგენენ, ნუ ეხლა მაშინ ხელისუფლება მაქსიმალურ წინააღმდეგობას გასწევს იმისთვის, რომ არაფერი დათმობაზე არ წავიდეს თუ კონკრეტულ ცვლილებებს არ ასახელებ. ამიტომ კონკრეტული ცვლილებების ნაწილი ეს არ არის, ეს შორს არის იმისგან, რაც სრულყოფილ ცვლილებებს გულისხმობს, იმიტომ რომ სრულყოფილი საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებებისთვის არის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, საჭირო კონკრეტულად როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა და კანონმდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში გლობალურად, მაგრამ ნაწილი წარმოვადგინეთ ამ ეტაპზე კრიტიკულად სახიფათო საკანონმდებლო ნორმების სახით, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა შეიცვალოს პირველ ეტაპზე, სტრატეგიულ ცვლილებების ფორმულირებაზე ვმუშაობთ, კომისია შევქმნით ჩვენი პარტიის შემადგენლობაში და ვიმუშავებთ სტრატეგიულ ხედვაზე იმისა, როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა იყოს ჯამში და პარალელურად ვმუშაობთ, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საინფორმაციო კამპანია იყოს რაც შეიძლება ეფექტური და სამობილიზაციო საქმიანობა ხალხის მობილიზების და ჩართულობის ამ საქმეში იქნება მერე ეს აქციების მიმართულებით ორგანიზებაში დახმარება, იქნება საარჩევნო ნაწილში ორგანიზებაში დახმარება, რაც ცვლის პოლიტიკურ ველს ყველაზე ეფექტურად არჩევნებში თუ შედეგი დაიდო ისეთი, რომ ანტისაიმიგრაციო ძალებმა
ეფექტური შედეგი დადეს და ესე იგი პოლიტიკურ ველზე აისახა ესე დრამატულად შეცვლის ვითარებას, თუ იქნება მათ შორის ხელმოწერების შეგროვება და კანონის კონკრეტული მოთხოვნების ლეგიტიმაციის მიცემა, რაც ეს ხელმოწერების შეგროვება ნაწილია იმ სამობილიზაციო პროცესისა, რომელიც სხვა დანარჩენ კომპონენტებს უნდა მიეხმაროს, იმიტომ რომ ხელმოწერებით ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, მათ შორის პოულობთ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ ამ შეხედულებებს და შესაბამისად პოტენციურად არიან აქტიური თანამებრძოლები, როგორც მინიმუმ ამ იდეის გავრცელებაში დანარჩენ საზოგადოებაში. ანუ გეგმა არის ეს. ასე შევცვალეთ ჩვენ იმ ნაწილში დღის წესრიგი, რაც მაგალითად გარყვნილების პროპაგანდის ნორმალიზაციას ეხებოდა და მეორე ომის საფრთხის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას. აი, მაგ ნაწილში დრამატულად გადატყდა დღის წესრიგი და ეხლა ყველა, რა ვიცი, ხელისუფლებით დაწყებული ყველა ცდილობს ან არ დაინახოს, ან თავის თავზე მიიწეროს ეს დამსახურებები. ეგ თავისით არ მომხდარა, მაგაზე ვიმუშავეთ და მაგის გამოცდილება გვაქვს. ამაში უნდა გამოვყვეთ და ამაში გვჭირდება დიდი ჩართულობა. პირველ რიგში ეს სამობილიზაციო პროცესის ნაწილია ხელმოწერების შეგროვება, რაც პოტენციურ ჩვენიანებს გვაძებნინებს და გვაპოვნებს ასევე და სხვა საორგანიზაციო ამოცანებში დაგვეხმარება. ეხლა გვაქვს დაწყებული პირველ რიგში ხელმოწერების შეგროვება და ამაშიც გვჭირდება თქვენი აქტიური ჩართულობა, ვისაც არ გჭირდებათ ახსნა, რომ ეს არის პრობლემა, ვისაც არ გჭირდებათ ახსნა, რომ ეხლა სამოქმედოა, ყოველ დღე კვირის გარდა ჩვენი ოფისი თბილისში სააკაძის მეორე გასასვლელი 11 ნომერში არის ღია 11-დან 7 საათამდე. მობრძანდით, აიღეთ ბლანკები, ჩაეწერეთ ჩვენი თანამებრძოლების თანამოაზრეების რიგებში, თუ ჩაწერა არ გსურთ, უბრალოდ აიღეთ ბლანკები და შეგვავსებინეთ. მე მგონი რა 15 ადამიანის მოძებნა, ვისაც მიგრაციის პრობლემა აწუხებს, ჩვენს გარშემო ნებისმიერ შეუძლიათ. ჩვენ თუ არ მოვძებნეთ ამ საკითხში და ხელმოწერა არ შევაგროვეთ, ძალიან დიდი რაოდენობით, ასეულობით 1000 კაცის ხელმოწერა თუ არ შევაგროვეთ, საკითხი დადგება შემდეგნაირად. ევროპაში ინტეგრაციის გამო ხელმოწერებს კი ქუჩაში გამოდის 100,000 კაცი კაცო. ხელმოწერებს ლაპარაკის ზედმეტია, კონკრეტულად ხმამისთა 800,000-მა კაცმა. ამდენ ადამიანს თუ არ უნდა საქართველოში რომ მიგრაციის კრიზისი გადაიჭრას და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო იყოს საიმიგრაციო ნაკადის კუთხით, მაშინ არ ქონია არაფრის შანსი. დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაუმტკიცოთ ყველას ერთი, რომ ამდენ ადამიანს და ამაზე მეტს უნდა აქ დაცული იყოს საიმიგრაციო კუთხით და არ იყიდებოდეს ბინადრობის უფლება საქართველოში რაღაცა გროშებად, დაგვეხმარეთ ამაში და მათ შორის ეს დაგვეხმარება ჩვენ ძალიან იმაში, რომ თანამებრძოლები და თანამოაზრები ვიპოვოთ და გადამწყვეტი ბრძოლამდე მივიყვანოთ ეს საკითხი იმედია თვეებში და არა უფრო დიდი ხანი გაიწია.